აქ უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ აქ როდესაც არის საუბარი, რომ არის განუკითხაობა, განუკითხაობა რუსულ ტერმინში ახსენა ჩვენმა მეგობარმა, ეს განუკითხაობა არ ყოფილა დღეს და არ არის მხოლოდ დღეს, განუკითხაობა პიკში იყო წინა ხელისუფლების დროს და ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამ განუკითხაობაში დასპეციალიზირებული ადამიანები, ანუ ბჭყალებში, ბესპრიდოში დასპეციალიზებული ადამიანები, სხვადასხვა სისტემაში, ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელს აწერდნენ, საუბარია სამართალდამცავ ორგანოებში, ანუ სასამართლო სისტემაში, დღეს წარმატებით გადმოიბარვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ანუ ჩვენ მივდივართ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ჭირდება ამ ადამიანების სამსახური, ვინაიდან მათმა და მათი პროფესია პირველ რიგში არის მსახურება ხელისუფლის. ახლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენი შეკრების მთავარ მიზეზს, მე მინდა ცოტა განსხვავებული კუთხით მივაქციო თქვენი ყურადღება და მაყურებლის ყურადღება, გასამახვილებელია ყურადღება, რომ ჩვენ გვაქვს თავდასხმა ინსტიტუციას პირველ რიგში. აქ არ უნდა განიკრას განხილული საუბარი, ქალბატონი მწარიაშვილი ლაპარაკობდა და არა აქვს მუხს არსებითი მნიშვნელობა. დიახაც რომ მუხს აქვს არსებითი მნიშვნელობა, მუხლი რომელთაც გამოძიება დაწყებული არის, ეს არის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, ხოლო აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული, თუ დანაშაულია ამ შემთხვევაში, მე ვლაპარაკობ ვინ ჩაიდინა დანაშაული, პეტრემ პავლემ თუ ვინ ჩაიდინა ამ შემთხვევაში, რაც ზედაპირზე დევს, ეს არის დანაშაული მართლობის წინააღმდეგ. აი აქ არის მთავარი. აი ამ თავით უნდა დაიწყოს გამოძიება და კონკრეტულად 353-ე პრიმი მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება, რაც ნიშნავს წინააღმდეგობა მუქარას საზოგადოების წესების დამცველის ან სხვა წარმომადგენლის მიხედვით. ზუსტად ეს შემადგენლობა გვაქვს სახეზე, როდესაც მაღალი თანამდებობის პირთან დაკავშირებით იყო კონკრეტულ кейსზე, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შენიშვნა რბილად ნათქვამია მიცემული თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს არის უახლო შედეგი არაფორმალური მმართველობისა. გვაქვს არაფორმალური მმართველობა. დაადგინოს გამოძიება. ეს გამოძიება უნდა ასე იყოს. არა, გამოძიება უნდა დაადგინოს, მაგრამ აქ რაზე არის? მხარის ნათქვამი. არა, მხარის ნათქვამი არის, გასაგებია. მხარის ნათქვამი არის, ბუნებრივია, მაგრამ რის საფუძველზე დაიწყო მაშინ გამოძიება? აი, რის საფუძველზე დაიწყო ფაქტის საფუძველზე. ერთი წუთი. დავამთავრებ ნონა და მივალ ზუსტად იქამდე. ზუსტად თორდიას თემის ფაქტზე რო დაიწყო გამოძიება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ როდესაც დღეს გამოძიებულის გამოდის და საუბრობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროებ ამ შემთხვევაში კონკრეტულ საქმის დეტალებს. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ კარგად შეზღუდვადებს საქმის გამოძიების აბსოლუტურად დაცვის მხარეს არ აძლევენ საუბრის საშუალებას და ბრიფინგებს აწყობენ, მტკიცებულებებს აქვეყნებს გამოძიება. ამ შემთხვევაში გამოძიების ინტერესი არ ზარალდება. მეორე საქმე მინდა. თუ შეიძლება მეორე საქმე მინდა, მეორე შემთხვევა მინდა აღვნიშნო ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარი არის გამოძიების ინტერესზე და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე. ზუსტად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის, რომ ამოღებული იქნას კონკრეტული ვიდეო ფაილი, რითაც ვეთანხმები ყველა შემთხვევაში, რითაც დადასტურდება, ვინ იყო ამ შემთხვევაში ჩხუბის ინიციატორი, ვინ იყო მაპროვოცირებელი. მეორე მხარე ამ შემთხვევაში საუბრობს, რომ პირიქით იქიდან მხრიდან მოდიოდა ამ შემთხვევაში პროვოცირება ჩხუბის, ანუ მარტივია, საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბუნებრივია. აი აქ გიჩდება თქვენ ეჭვი, რადგან ამას არ აკეთებს გამოძიება, აქ გიჩდებათ ეჭვი. ისი ეჭვი გიჩდება, შეგიძლია გითხრათ, აი რა მიმართულება შეიძლება მიიღოს ამ ყველაფერმა? რა მიმართულება უნდა მიიღოს ამ ყველაფერმა, რასაც დღეს ვხედავ, მიმართულება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რისი ეჭვის გიჩდება, რომ ეს გამოძიება ამ შემთხვევაში გადავიდეს შედარებით წყნარ რეჟიმში, ანუ წყნარ რეჟიმში როგორ საზოგადოებრივი შფოთვა და ღელვარება ჩააცხრეს და მიჩქმარული იქნას ეს საქმე. პირველი ამ შემთხვევაში მე სამართლებრივად საუბრობ და მინდა საზოგადოებამ გაიგნოს, ეს პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაზარალებლად ცნობილი. თუ პიროვნება ამ შემთხვევაში დაზარალებლად არ იქნა ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ აქვს უფლება სისხლის სამართლის საქმეში, ის არ არის მხარე. ის ვერ მოითხოვს ამ შემთხვევაში ამოღებას, მასალებს ვერ მოითხოვს, მტკიცებულებების გამოკვლევაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ანუ ვერ მოითხოვს ამოღებას ვიდეო მასალის და რაც დრო გადის, შესაძლებელია შემდეგ ითქვას, რომ ეს ვიდეო მასალები არ ვიცი ამოღებული არის თუ არა, ეს ვიდეო მასალები არ იქნა ამოღებული, ვინაიდან ერთდღიან რეჟიმში იწერდა, ან ერთსაათიან რეჟიმში იწერდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი შედეგი ხო არაფორმალური მმართველობის. ამ არაფორმალური მმართველობის ქვეშ მიმდინარეობს ინსტიტუციებზე პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ კარგად ვიცით თუ რა დღეში არის დღეს სასამართლო. სასამართლო დღეს არის განადგურებული, საერთოდ დისკრედიტირებულია სასამართლო. ეს ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელსაც არავის არ ჯერა. თვითონ სასამართლო კორპუსის გარდა, გარკვეული მოსამართლეების გარდა, თვითონ სასამართლო
სამართლო კორპუსშიც არის ამ შემთხვევაში ძალიან ვისაც აქ პროტესტის გრძნობა კიდე შერჩენილი მათ არ აწყოთ ვინაიდან ეს და მეორე მინდა ვთქვა მიმდინარეობს დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე ანუ ინსტიტუციების მოშლა მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვღებულობთ ამ ფაქტმაც თემაზე დაჩვენა ინსტიტუციების ბუნებრივია იმიტომ რომ ეს არ ყოფილა კახაკუკავის თუ თავდასხმა იყო მე ამას მე არავის არ ვბრავს მაგრამ ეჭვებს გვიჩენს პროკურატურის